აღმოჩენები, რომლებიც კაცობრიობის ცხოვრებას ცვლის. ადამიანები, რომლებიც მუდმივ ძიებაში არიან. განვითარება და პროგრესი. ეს გამოგონებლებისა და მათი დიდი გამოგონებების დამსახურებაა. ისტორიის მანძილზე კაცობრიობა ვითარდება და ნებისმიერი ინოვაცია ცვლის ჩვენს ცხოვრებას. როდესაც გამოგონებების შესახებ ვსაუბრობთ, პირველი ვინც გაგვახსენდება თომას ედისონი და მისი ელექტროდების ნათურაა. ან კიდევ ალექსანდრე ბელი და მისი ტელეფონია. თუმცა მეცნიერების განვითარებაში ქალებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. მაშ ასე ჯიდიპედია გამომგონებელ ქალბატონებს გაგაცნობთ. ქალების ნებისმიერ გამოგონებას საფუძვლად მეტი კომფორტის შექმნა უდევს. ამერიკელმა ქალბატონმა ჯოზეფინა კოკრეინმა 1886 წელს პირველი მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნა. გადმოცემის თანახმად, იმ ფაქტით აღელვებულმა ჟოზეფინამ, რომ საოჯახო ფაიფურის ჭურჭელი რეცხვის დროს ხშირად ხდებოდა, გადაწყვიტა, თუ არავინ გამოიგონებს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ამას თავად გავაკეთებ. აღსანიშნავია, რომ კოკრეინის მოწყობილობა საოჯახო მეურნეობაში მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოიყენეს. როგორც ჩანს, ელენ ეგლუიც მოსაბეზრებელი საქმიანობით შეწუხდა და 1888 წელს საკუთარი გამოგონების პატენტი სულ რაღაც $18 გაყიდა. ეს იყო ქალების საყვარელი ნივთი სარეცხი მანქანის წინამორბედი. მელიტა ბენცინკი სკოლის მოსწავლის რვეულისგან პირველი ყავის ფილტრი საკუთარი ხელით დაამზადა. მას სურდა, რომ ყავის მოყვარულები ყავის ჭარბინალექისგან დაცულები ყოფილიყვნენ. 1908 წელს მან საკუთარი გამოგონება დააპატენტა და მეუღლესთან ერთად ფირმა მელიტა დააფუძნა. თუმცა ქალების გამოგონებები მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, 1903 წელს მერი ანდერსონმა ავტომობილის საქარე მინის საწმენდი გამოიგონა. მას ძალიან შეეცოდა მძღოლი, რომელიც ქარბუქში იძულებული იყო ყოველწუთს ავტომობილი გაეჩერებინა და საქარე მინიდან თოვლი ჩამოეწმინდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტომობილის ხმის მაყუჩიც ქალმა ელდორეს ჯონსმა გამოიგონა. ამერიკელმა ინჟინერმა მერი ენგლ პენინგტონმა კი 1907 წელს ტრანსპორტირებადი საყინულე დანადგარი შექმნა. რაც პირველი მსოფლიო ომის დროს სურსათით უზრუნველყოფისთვის აქტიურად გამოიყენებოდა. ქიმიკოსმა სტეფან კოილეკმა კი ბოჭკოვანი მასალა კევლარი შექმნა. კევლარი ხუთჯერ უფრო გამძლექსოვილია ვიდრე ფოლადი. კევლარი ტყვია გაუმტარი ჟილეტების ძირითადი შემადგენელი მასალაა, რომელიც პოლიციელებს, მეხანძრეებსა და სამხედროებს სიკვდილისგან იცავს. და არ შეიძლება არ ვახსენოთ ის, რომ პირველი პროგრამისტი ქალი გახდათ. ინგლისელი მათემატიკოსი, რომელიც 1815-1852 წლებში ცხოვრობდა და ელექტროგამომთვლელი მანქანისთვის პირველი პროგრამის შექმნით გაითქვა სახელი, ინგლისელი ლორდის, უდიდესი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონის ქალიშვილი ადა ლევლაისი იყო. მან ისეთი მათემატიკური ცოდნა მიიღო, რომ შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან, ჩარლზ ბებიჯთან ერთად თანამედროვე კომპიუტერის წინაპრის, ანალიტიკურ გამოთვლითი მანქანის გამოგონებაში მონაწილეობდა. ამ მანქანისთვის მან რამდენიმე პროგრამა შექმნა. შეიმუშავა პროგრამირების საკმაოდ მწყობრი თეორია. აღწერა ალგორითმიზაციის ძირითადი პრინციპები და შექმნა სანიმუშო გამოთვლითი პროგრამა. მან იწინასწარმეტყველა გამოთვლითი ტექნიკის პრაქტიკული გამოყენების შესაძლო მიმართულებები. მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა, გრაფიკულად რთული ობიექტების კონსტრუირება და წარმოიდგინეთ კომპიუტერული თამაშებიც კი. მისი ნაშრომები 1853 წელს გამოიცა, მაგრამ იმის გამო, რომ მაღალ საზოგადოებაში, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა, ქალისთვის სათაკილოდ ითვლებოდა გამოცემაზე საკუთარი სახელის სრული მითითება. ლორდ ბაირონის ქალიშვილმა, ლედი ლავლეისმა გამოცემის ტიტულზე მხოლოდ ინიციალები დასვა. თანამედროვე მსოფლიოში მრავალი ქალი სხვადასხვა მიმართულების ინოვაციურ პროექტებზე მუშაობს. თუმცა გასული საუკუნეებისგან განსხვავებით, საბედნიეროდ მათ თავიანთი ვინაობის დამალვა აღარ უწევთ.